პროტესტის 59 დღეს თბილისში 9 საპროტესტო მარში გაიმართება. მსვლელობებს გამართავენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. თავისუფლებას სინდისის პატიმრებს თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც საღამოს 7 საათზე იქნება საპროტესტო მარშები. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ 53 სინდისის პატიმარი რეჟიმა ევროპული მომავლის დაცვის გამო გამოკეტა გისოსებს მიღმა. ნინუცა კეკელია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენ ნინუცა. კეთი, დღეს არის პროტესტის 59 დღე და ვიდრე რუსთაველის გამზირი იქცევა დემონსტრაციის ეპიცენტრად, მანამდე რამდენიმე მარში არის დაგეგმილი, რომლის მიზანიც არის, რომ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადონ მოქალაქეებმა რეჟიმის ტყვეებს. სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან მოქალაქეები, როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე იმ პროტესტის მონაწილეები, ვინც ამდენი დღის მანძილზე რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნების მოთხოვნით და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით მიდის ყოველ საღამოს 7 საათზე. ამჯერად 7 საათზე შეკრების ადგილი იქნება მარჯანიშვილის მოედანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და აულაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, სადაც კიდევ ერთხელ მოქალაქეები თავის სათქმელს იტყვიან, რომ არ აპირებენ არც გაჩერებას, არც შეგუებას იმ მოცემულობის, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმმა შექმნა, ითხოვენ ახალ არჩევნებს და ტყვეების გათავისუფლებას და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პოლიტპატიმრების მხარდამჭერი მარშები დღეიდან ყოველ პარასკევს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. ყოველ პარასკევს ჩატარდება და ძალაუნებურად დისკომფორტი ექნებათ, გავაგონებთ კიდევ ხმას, რომ კიდევ და კიდევ ბევრნი ვართ და არ გავჩერდებით და არ ვაპირებთ დათმობას და გაჩერებას. მაგათ ეშინიათ განათლებული ხალხის და ეს 53 პატიმრის ეშინიათ, რომ აი ეს 53 განათლებული პატიმარი, რომელიც აპირებს მაგათ გაუმკლავდეს და გაუმკლავდებიან აუცილებლად, იმიტომ რომ მართლები არიან და თავის სიმართლეს გაიტანენ და დაამტკიცებენ, რომ ისინი მართლები არიან და რეჟიმს ჩამოშლიან და მათ აუცილებლად ხელის შეშველება ჭირდება და ჩვენ შევაშველებთ აქედან ხელს. ჩვენ გადავწყვიტეთ ასე, რომ არ უნდა გავჩერდეთ და ახალგაზრდებთან ერთად, სხვებთან ერთად ისინი აქეთ შემოგვიერთდებიან. ჩვენ ოჯახის წევრები, დები, ძმები, მეგობრები, როგორც ანონსში გაკეთდა და შევიკრიბებით, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დატოვებს ქვეყანას. განთავისუფლებიან აუცილებლად ეს ახალგაზრდები, ყველა რა, პოლიტპატიმარი და აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები. ყველგან ვივლით, ჩავიცმევ რკინის გალამნებს, როგორც ყველა შეხვედრაზე ყველასთან ვამბობ, ყველა დედა ერთმანეთს ხელს ჩავკიდებ და ერთი შვილი ყველა შვილია, 53-ვე რეჟიმის პატიმარი ყველა ერთი დედის შვილია, ერთად ვართ სულ და ჯერ ამ წამს ბოლომდე გავალთ, გავიმარჯვებ და რა თავისუფალი გზაც უნდა ჩვენ ახალგაზრდობას, ეგ მალე არ გვისრულდება. იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნების რეჟიმი აგრძელებს რეპრესიებს, იმისათვის, რომ მოქალაქეებს შეეშინდეთ, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ გააგრძელონ პროტესტი. დღეს არის პროტესტის 59 დღე და ისევ მთავარი ეპიცენტრი დემონსტრაციის რუსთაველის გამზირი იქნება. მანამდე რამდენიმე მარში არის ჩანიშნული თბილისში, როგორც გითხარით, ზუსტად 7 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აულაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები, მეგობრები და ასევე პროტესტში, პერმანენტულ პროტესტში ჩართული მოქალაქეები და ეს საპროტესტო აქციები, მარშები გაგრძელდება ყოველ პარასკევს თბილისსა და რეგიონებში.